მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დღეს ოთხშაბათია და ჩვენს ეთერში არის გადაცემა ახალი პარადიგმა. პირველ რიგში სანამ სტუმართან გადავალთ, მინდა რომ გთხოვოთ, რომ გააზიაროთ ვიდეო, მოიწონოთ, გააზიაროთ სოციალურ ქსელებში, YouTube-ზე გაააქტიუროთ ზარიზღილაკი, ეს ჩვენ ძალიან გვეხმარება შემდეგ უფრო დიდი აუდიტორიის მოცვაში. დღევანდელი გადაცემის სტუმარი კი იქნება ჩვენი მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი ადამიანი. ილია ლობჟანიძე, სოციალური პლატფორმის წევრი. მოგესალმები ილია და დიდი მადლობა სტუმრობისთვის. სალამი, მადლობა მოწვევისთვის თინგო. მინდა ვისაუბროთ იმ კონფერენციასთან დაკავშირებით, რომელიც 18 მაისს გაიმართა თბილისში. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით სიუჟეტიც გვაქვს მომზადებული, თუმცა სანამ ვაჩვენებთ სიუჟეტს, მანამდე რო უთხრათ მაყურებელს, რა სახის ღონისძიება იყო, რას მიეძღვნა და რა იყო ძირითადი არსი ამ ღონისძიების, რომლის ერთ-ერთი მონაწილე და ერთ-ერთი თანაორგანიზატორიც შენი ყავა. კი ბატონო, დიდი მადლობა პირველ რიგში კიდევ ერთხელ მოწვევისთვის, მივესალმებ მაყურებელს. და 18 მაისის ღონისძიებას რაც შეეხება, თემა იყო თანამედროვე ფაშიზმი, მემარჯვენე პოპულიზმი და ულტრამემარჯვენე ძალები და რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოზე. ეს იყო ძირითადი თემები, ესწრებოდნენ, ნახევრად მეცნიერული კონფერენცია გამოვიდა. ესწრებოდნენ სხვადასხვა საზოგადოებრივი მოძრაობებიდან, ესწრებოდნენ ასევე მეცნიერები და ძირითადი განხილვის საგანი იყო ზუსტად გავლენა საქართველოზე ამ რუსეთ-უკრაინის ომის და რა კატაკლიზმები დაიწყო საქართველოს საზოგადოებაში, ხო? ანუ ერთ-ერთი მთავარი საკითხი სხვათა შორის იყო ფაშიზმის განსაზღვრება, რას ნიშნავს თანამედროვე ფაშიზმი. და შემდეგ უკვე როდესაც ამ სიუჟეტსაც ვნახავთ, შეგვიძლია ამ საკითხებზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ძალიან რთულია, ყველა ქვეყანას აქვს თავისებური განსაზღვრება, რაც ჩათვლის, ხო? ამაზე იყო ძირითადი საუბარი, მაგალითად გერმანიას აქვს ერთი სტანდარტები, რომ რა ვიცი, შეიძლება თქვენც მეც გაგვატაროს უცებ. ფაშიზმი. მაგათ გამოცდილებაც აქვს მაგისი და ალბათ გამოცდილება აქვს, მაგრამ მათი, არ ვიცი, როგორ მუშაობს მათი ეს ინსტიტუციები, რომლებიც ამ საკითხებს იკვლევენ. ფაქტობრივად ყველაფერი ფაშიზმში აქვს გატარებული, გარდა რაღაც ლიბერალური დემოკრატიის, აი რადიკალური ფორმისა, რომელსაც ახლა ჩვენ ვუყურებთ, ხო? ანუ მაგალითად მათთვის ფაშიზმი არ არის ის, რასაც გერმანიის სახელმწიფო ახლა აკეთებს, მაგრამ გერმანიის სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოსვლა რო ეს რასაც აკეთებს ფაშიზმია. ხო, ანუ ძალიან ესეთი სტანდარტი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს რეალობაზე ვისაუბროთ და განგვეხილა საქართველოს რეალობა, რომ ამაზე არც მეცნიერულად, არც არანაირად არავინ არ მუშაობს და ზოგადად მოსაწყენია ხოლმე ხა საერთოდ თეორიული საუბრები, მაგრამ აუცილებელია, რომ რაღაცა კრისტალიზებული აზრი არსებობდეს საზოგადოებაში, როგორ რა არის ფაშიზმი, როგორ შეიძლება მას ებრძოლო, რა ტენდენციები არსებობს, რას უნდა ველოდოთ ან არ ველოდოთ და ასე შემდეგ. და მოკლედ ძირითადი საკითხები იყო ეს. კი ბატონო, მოდი მაშინ ვნახოთ სიუჟეტი, სადაც კიდევ უფრო დეტალურად იქნება ახსნილი ამ ღონისძიების შესახებ ინფორმაცია და შემდეგ უკვე აი უშუალოდ თემატიკაზე სასაუბრო დავბრუნდებით ეთერში. 18 მაისს თბილისში ჩატარდა კონფერენცია თემაზე თანამედროვე ფაშიზმი, პროდასავლური ულტრამემარჯვენე ძალები და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გავლენა საქართველოზე. სულ ახლახანს აღნიშნეთ 80 წლის თავი, ასე ვთქვათ, ფაშიზმზე გამარჯვებიდან და უაღრესად მნიშვნელოვანია დღესაც, როგორც ჩანს, ამ ვთქვათ, ფაშიზმის იდეის მომძლავრებიდან გამომდინარე, მისი კარგად შეფასება, გააზრება, გადააზრება და იმ, ასე ვთქვათ, მიდგომების შემუშავება თუ მოფიქრება, რომელთაც შეიძლება აღუდგეთ აი ამ იდეის, აი ამ ანტიჰუმანური იდეის აღმოცენების ცდილობებს, რომელსაც ჩვენ ვხედავთ თანამედროვე საზოგადოებებში, თანამედროვე დასავლურ საზოგადოებაში, რომელიც ასევე დიდ გავლენას ახდენს ჩვენი საზოგადოების ფორმირებაზე და ეს ღონისძიება გარკვეული თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, თქვათ, აი ამ გადააზრების საქმეში. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს მეცნიერებმა, ექსპერტებმა და საზოგადოებრივი მოძრაობების წარმომადგენლებმა. შევიკრიბეთ სხვადასხვა ორგანიზაციიდან ასევე ინდივიდუალური ადამიანები, რომლებიც თანამოაზრეები ვართ ამ საკითხებზე და განვიხილოთ ის პრობლემები, რომელსაც მოიცავს ჩვენი საუბრის თემები.
კონფერენციის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ფაშიზმისა და ლიბერალიზმის კავშირზე, დღევანდელ პროფაშისტურ ტენდენციებზე და წინააღმდეგობის კოორდინაციის აუცილებლობაზე. თანამედროვე ფაშიზმი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა გლობალურ სამყაროსთვის. ზოგადად პრობლემა აქტუალურია კონფერენციის, ამიტომ ესეთი კონფერენციები და ესეთი დისკუსიები საერთოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ჩვენ ვართ მდგომარეობაში, რომელსაც ახლოს არის ომი, ახლოს არის იმ ძალების, ესე ვთქვათ, ჰეგემონია, რომლებიც აწყობენ ამ ომს და ისინი აწყობენ სწორედ თანამედროვე ფაშიზმის ხელით. იმისთვის რომ გადავიაზროთ საკითხები, საჭიროა ლაპარაკი და რაც თავარია, უნდა გქონდეს ჩვენი ხედვა, ჩვენი წარმოდგენები, ღრმა ანალიზი ამ საკითხებთან მიმართებით. ღონისძიების მსვლელობისას დრო დაეთმო კიევში 2014 წლის ძალადობრივი გადატრიალების შინაარსა და მის შედეგებს, როგორც მეტად საყურადღებო გამოცდილებას საქართველოსთვის. მონაწილეებმა განიხილეს ფაშიზმზე გამარჯვების დღის მნიშვნელობა და ლიბერალური ფლანგის მხრიდან მისი გადაფარვის მიზნით ევროპის დღის აღნიშვნის მცდელობა. ფაშიზმი და ლიბერალიზმი მოკავშირე იდეოლოგიებია და საერთო ნიადაგი აქვს, აღინიშნა კონფერენციაზე. თანამედროვე ფაშიზმი და თანამედროვე ფაშისტები და მათი მოკავშირე ლიბერალი პოლიტიკური და კულტურული ძალები ცდილობენ კითხვის ქვეშ დააყენონ ფაშიზმზე გამარჯვების მორალური იდეალი. ან ცდილობენ ამ ისტორიული გამარჯვების გაუფასურებას. თანამედროვე დასავლური ლიბერალური იმპერიალიზმის პოლიტიკური და კულტურული აპარატი ჩაბმულია რეაქციულ იდეოლოგიურ ბრძოლაში სოციალიზმის წინააღმდეგ. იგი ცდილობს ისტორიის მემარჯვენე ლიბერალურ იდეოლოგიურ გადასინჯვას და შეპყრობილია მსოფლიო ბატონობის შინით. საბჭოთა მარქსისტული აზროვნებისათვის ჯერ კიდევ ცივი ომის პერიოდში იყო ცნობილი ის, რომ თანამედროვე ბურჟუაზიული იმპერიალიზმი, რომელიც ლიბერალური უნივერსალიზმით წარმოაჩენს თავს, არასდროს ამბობდა უარს განეგზოს სხვა ერებისა და საზოგადოების ჩაგვრა, ნეოკოლონიური დამორჩილება და ეროვნული სუვერენიტეტის ხელყოფა, პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური თუ დიპლომატიური საშუალებები. დასავლეთი თავისი მიზნებისთვის იყენებს აგრეთვე ლიბერალურ მემარცხენე იდეოლოგიას, რომელიც გამოიყენება სოციალური იდეოლოგიური მიმართულებების მისაღწმალად. კონფერენციის მონაწილეები თანხმდებიან, რომ თავისუფლების ქარტია, რომელიც ფაშიზმს და კომუნიზმს ათანაბრებს, გასაუქმებელია. ასევე გადასახედია კონსტიტუციის 78 მუხლი, რომელიც საქართველოს ავალდებულებს ნატოში და ევროკავშირში უპირობო გაერთიანებას. საქართველოს სამწუხაროდ იყო საცდელი პოლიგონი ამ კანონმდებლობით. პირველი მიღებული ამ თავისუფლების ქარტიის ამ სიმბოლიკებთან ბრძოლის კანონი ოკუპაციის შესახებ 2011 წელს მიიღეს მე მგონი და მეორე ჩანაწერი კონსტიტუციაში გარდამავალი დებულება 78 ნატოსკენ და ევროკავშირისკენ სწაფვა. ანუ ეს ორი რა არის ახლა უყურეთ თვითონ არსი რაც მდებარეობს თავისუფლების ქარტია და რაც საერთაშორისო ცივილური საზოგადოება თან ხვდება იმაზე განსხვავებით პოლიტიკური მსოფლმხედველობისა თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ და თან ხვდება ამაზე ადამიანის სურვილი რომ მან თავად გააცნობიეროს როგორც ერთმა ინდივიდმა თავისი პოლიტიკური მსოფლმხედველობის ნიადაგზე დამყნობით თუ რას მიცეს პერსპექტივა საომალოდ ვის მიცეს ხმა რომელ პოლიტიკურ და ასე შემდეგ კონსტიტუციით აუკავშირებს. ეს არის ზუსტად ფაშისტური გამოვლინება. დასავლური იმპერიალიზმის მიმართ ლოიალობა არის ინდიკატორი თუ ვის მხარეს ხარ. ხარ რეაქციის, ნაციზმის, ფაშიზმის მხარეს, თუ ხარ ანტიფაშიზმის და პროგრესის მხარეს. ეს ეხება როგორც მემარცხენეებს, ისე მემარჯვენეებსაც. დიახ, დაუბრუნდით ეთერში, თქვენ ნახეთ სიუჟეტი კონფერენციის შესახებ, სადაც გარკვეულწილად იყო ახსნილი ის ძირითადი საკითხები, რასაც მიეძღვნა ზოგადად ეს კონფერენცია. განვაგრძოთ ამ თემაზე საუბარი, აი საქართველოს კონტექსტში არის ალბათ ხო მნიშვნელოვანი ფაშიზმის რესტავრაციის მცდელობები, თუ შეიძლება ამას დავარქვათ. არის ეს ორგანიზებული რაღაც გარკვეული ჯგუფების მხრიდან გააზრებული მოქმედებები, თუ აი ეს რაღაც ფაშისტური გამოვლენებები არის უფრო სპონტანური, შემთხვევითი ვიღაცის რაღაც ერთი ინდივიდის თავში დაბადებული, თუ აქ ამას აი რაღაც ესეთი ორგანიზებული სტრუქტურა, მიზანმიმართული მუშაობის შედეგი. ამ კონფერენციის ერთ-ერთი სხვათა შორის მიზანი ზუსტად იყო აი ამის განსაზღვრა, ეს არის ორგანიზებული ძალა, კოორდინაცია როგორ უნდა იყოს ამის წინააღმდეგ თუ ანუ ეს ყველაფერი დანარჩენი, ხო? და ძალიან კარგად დაისვა ერთ-ერთი საკითხი, აი ჩვენ ნახეთ ბაქარის გამოსვლა, ხო? და იქ ახსნილი იყო, რატომ არის ფაშიზმი ასევე ანტიკომუნიზმი.
ანუ ანტიკომუნისტური გამოვლინება საბოლოო ჯამში მიდის ფაშიზმამდე. ეს იყო ის დასკვნა, რომელიც მივიღეთ. ანუ ანტისოციალისტური, ანტიკომუნისტური გამოვლინებები არის ფაშისტური. არ არის აუცილებელი კომუნისტი ან სოციალისტი იყო, უბრალოდ ანტი არ უნდა იყო ამ შემთხვევაში, ამას ვამბობ, იმიტომ რომ თუ შენ ეწინააღმდეგები შრომელთა მოძრაობებს, პროფკავშირებს და მემარცხენე, ასე ვთქვათ, ნამდვილ მემარცხენე მოძრაობებს, შენ საბოლოო ჯამში ხარ უკვე მეორე მხარეს, რეაქციის მხარეს, კაპიტალის მხარეს და კაპიტალის გაძლიერება საბოლოო ჯამში იწვევს მონოპოლიზაციას, როგორც საბანკო საკრედიტო სისტემების, ისე საწარმოების და ეს ყველაფერი გადადის მერე ფაშიზმში, რომელიც არის შრომელების ექსპლუატირება რაღაც დიდი მიზნების, ნაცისტური მიზნების, სხვა გამაერთიანებელი მიზნების, ილუზიების მეშვეობით. ამიტომ საქართველოში როგორ გამოიხატება ეს ნაციზმი, ხო, ანუ ფაშიზმი უბრალოდ. შეგვიძლია მაგალითად შევხედოთ ისევე ბოლო ტენდენციებს, როდესაც ცდილობენ გააცოცხლონ ეს პირველი რესპუბლიკის ეს მენშევიკების მოღალატე რესპუბლიკას, მე როგორც ვეძახი, ამ შემთხვევაში მოღალატე მთავრობის მიღწევები, ხო, იქ ნოე ჟორდანიას ბიუსტები და იქ ჩხენკელის და ვიღაცების ბიუსტები იხსნება ეხლა საქართველოში, ხო? ანუ ავიწყდებათ თითქოს რომ ეს ადამიანები იყვნენ პირველები, ვინც მიყიდეს საქართველოს დასავლურ კაპიტალს, გერმანიას, ბრიტანეთს, იქ იტალიას ჰქონდა თავისი პრეტენზიები, ხო, ანუ 26-ში გამოაცხადეს დამოუკიდებლობა და 27-ში ხელი მოაწერეს გერმანიისთვის გადაცემაზე სტრატეგიული ობიექტების. ამ შემთხვევაში და მაგრამ მაშინ ეგ ზუსტად რეაქცია იყო, ხო, ერთგვარი იმჟამინდელი პოლიტიკური ელიტის, რომ საჭირო იყო დისტანცირება რუსეთის იმპერიისგან, ამიტომ ხდებოდა ეს, ამიტომ ხდებოდა და რუსეთის იმპერია მაშინ არ არსებობდა. ხო, ნუ რუსეთის იმპერია მაშინ არ არსებობდა. სადაც მანამდე ვიყავით. ხო, მაგრამ მაშინ არ უნდა დაერქვა სოციალ-დემოკრატი. თუ დაირქმევ სოციალ-დემოკრატს და ეწინააღმდეგების სოციალისტურ სახელმწიფოს კაპიტალით, მაშინ უკვე სხვა რამეს ნიშნავს, ხო? ზუსტად ამაზეა, რომ ანუ ნაციონალ-სოციალისტური პარტია იყო საერთოდ ჰიტლერის პარტია, ანუ ნაციონალ-სოციალისტური სხვა რამეა კიდე, სხვა რამეს. ანუ თვითონ ტერმინი ამ შემთხვევაში არ არის გამოსული. თავის თავს ეძახდნენ მარქსისტებს, კომუნისტებს, სოციალისტებს და როდესაც საქმეზე მივიდა, გახდნენ ანტიკომუნისტები. ხო? მაშინ როდესაც ყველაფერი მომზადებული იყო, რომ ძალაუფლება ხელში აიღო იმ შრომელ მოსახლეობას, მუშათა კლასს, რომელმაც იბრძოლა ამ ყველაფრის სისხლი და ოფლი დაღვარა, ხო? აი ამ მომენტიდან შეგვიძლია დავიწყოთ, როდესაც ცდილობენ, რომ ჯერ ხო ცდილობენ, რომ თლიანად ჩამოეშალათ და ჩამოეწმინდათ სოციალიზმი, იმ იდეები, ანუ რა იდეებითაც მოვიდნენ ის ხალხი ძალაუფლებაში, იმ იდეებს ჩხმალავდნენ. თანამედროვე პროპაგანდა სხვათაშორის არ ამბობდნენ, რომ ეს არის სოციალისტები, ხო? საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ისინი იყვნენ დემოკრატები და არა სოციალისტები ამ შემთხვევაში, ხო? დემოკრატია ჩვენთან სხვანაირად არის გაგებული. შემდეგ უკვე მოდის გადაფარვის ცდელობა საბჭოთა კავშირის და საქართველოს 9 მაისის გამარჯვების, ხო? რომ თითქოს არ მოუგია საქართველოს, ეს არ იყო საქართველოს ომი, რომ საქართველოს არანაირი კავშირი არ ქონდა საბჭოთა კავშირის ამ დიდ გამარჯვებებთან, რომ ამას ვიწერთ თურმე ჩვენ და არ უნდა ვიწერდეთ, იმიტომ რომ ორი დიდი ბოროტება ერთმანეთს ეომებოდა. ნახსენები არის ასევე აქ თავისუფლების კარტია, რომელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოვლენა თანამედროვე ფაშიზმის, როდესაც აი ეს მიჩქმალულად და თითქოს ესე დამალვით უთანაბრებს ერთმანეთს და კრძალავს ფაშისტურ და კომუნისტურ იდეოლოგიას და ფაშისტური იდეოლოგიის აკრძალვით იწყება ყველა კონსტიტუცია. როდესაც ამბობ, რომ ყველა ადამიანი თანასწორია. ეგ ისედაც არის ფაშისტური აკრძალვა, კი. ხო, ანუ რატო უნდა მიიღო მაშინ დამატებითი კანონი? ეს არის უბრალოდ იმისთვის, რომ ცალკე კომუნიზმი არ აეკრძალათ, იმიტომ რომ ალბათ საეჭვო გახდებოდა და გაათანაბრეს ერთმანეთს. რა თქმა უნდა, აქ მოდი ვთქვათ, ორიოდე სიტყვა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მიზანი 2011 წელს არის მიღებული ეს კანონი და ზუსტად მაგიტო როგორც შენ ამბობ, ხა საქართველოში რა ვიცი, სვასტიკების გამოხატვის კულტურა და ეგეთი არც გქონია, ხო, არასდროს, ანუ ფაშიზმის აკრძალვის ჩაწერა ცალკე არც აქვს არანაირი პრაქტიკული დანიშნულება. უბრალოდ აი მარტო კომუნისტურ სიმბოლიკას რო ვერ ჩაწერდნენ, ფაშიზმი და კომუნიზმი ორივე ჩაწერს, თორე ეს იყო ბრძოლა კომუნისტურ სიმბოლიკასთან. კი ბატონო, და გაათანაბრეს ერთმანეთთან, ანუ თუნდაც ის რომ მაგათ ხა შენც რაც ესე თქვი ხო ხუმრობით, რომ აი ჰიტლერის ნაციონალ-სოციალისტური იყო, ხო, ანუ სოციალიზმისთვის ჩირკის მოდება, ხო, და სოციალიზმი არ არის როგორც ბევრს გონია, ეს არ არის სახელმწიფოს მიერ რაღაცების ხელში ჩაგდება, ეს არის სახელმწიფოს ხელში ჩაგდება სხვა კლასის მიერ, შრომელთა კლასის მიერ და შემდეგ გატარება სოციალისტური იდეების და გეგმიური ეკონომიკის, თორე ხა
არ ვიცი მე სიტყვაზე ილონ მასკმა რო ამერიკის შეერთებული შტატები ხელში ჩაიგდოს და თავისი გეგმის მიხედვით მართოს, შეუძლია დაარქვას სოციალიზმი, მაგრამ ხო არ იქნება მშრომელი ადამიანისთვის სოციალიზმი ეს ყველაფერი. ანუ ზუსტად იგივე იყო გერმანიაშიც, როდესაც ანუ ძალიან კარგი აღწერაა სხვათა შორის რა, ანუ ფაშიზმის, მაშინდელი ფაშიზმის, ანუ რა არის, ხო? ფაშიზმი იყო არ შემდგარი რევოლუცია. როდესაც გერმანიაში დამარცხდა ეს ვაიმარის რესპუბლიკასაც ეძახიან და მთლიანად მოისპო მუშათა მოძრაობები, გაიწმინდა. ზუსტად ამ დაპირებით მოდის ჰიტლერი ძალაუფლებაში, რომ მე გადავტეხავ ხერხემალში სოციალისტურ და კომუნისტურ მოძრაობებს და ამ დაპირების გამო მან მიიღო ის მხარდაჭერა, რაც მიიღო დასავლური კაპიტალისგან, რომ ევროპაში, როგორც თვითონ ეძახდნენ, კომუნისტური ბაცილა უნდა ამოეკვეთათ. ნუ შეძლო კიდეც. ჰიტლერი იყო ამ შემთხვევაში მოკავშირე დასავლური კაპიტალის. რა თქმა უნდა. დასავლური კაპიტალის გამოზრდილი იყო მაშინდელი ნაცისტური გერმანია, იმიტომ რომ გაკოტრებული გერმანია ამოიყვანეს ჭაობიდან. რომელიც თავის თვითონვე გააკოტრეს პარიზის ხელშეკრულებით. კი ბატონო. კი ბატონო, აი ისტორიის გადაწერასთან დაკავშირებით და ზუსტად ახსენე ის თემა, რაც შემდეგ მქონდა მონიშნული და 9 მაისს შეეხება ეს საკითხი, მეორე მსოფლიო ომი და აი ამ ისტორიის გადააზრებას ერთგვარად ჩვენ ვადევნებთ თვალყურს და მე მინდა გავუშვათ ერთი ვიდეო, რომელიც აქტუალური გახდა ბოლო პერიოდში აი ამ 9 მაისის თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში, სადაც ჩვენთვის ყველასთვის ნაცნობი მსახიობი გვიხსნის სტალინის როლის შესახებ ამ ომში, რომელიც თურმე ჩვენ არასწორად გვესმის, მოდით მოვისმენთ. ჩვენგან თაობებით დაშორებული სტალინი, რომელიც ტოტალიტარულ საბჭოთა კავშირში სისხლიანი და დაუნდობელი დიქტატორი იყო, რომლის რეჟიმსაც დაახლოებით 6 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქართული საზოგადოების ნაწილში ჯერ კიდევ დადებით პერსონაჟად აღიქმება. მითი მეორე მსოფლიო ომი სტალინმა მოიგო. ეს ტყუილი, რომელსაც რუსული პროპაგანდა ასე ხშირად იმეორებს, ემსახურება სტალინის გაცხადებას გმირად, რომელმაც კაცობრიობა ფაშიზმისგან იხსნა. პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ, რომ მეორე მსოფლიო ომი დაიწყო სტალინისა და ჰიტლერის შეთანხმებით 1929 წლის მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით, რომელშიც ფარულ დამატებით მუხლებში გერმანია და საბჭოთა კავშირი საიდუმლოდ ინაწილებდნენ აღმოსავლეთ ევროპას. სწორედ ამ შეთანხმების შედეგად შეიჭრნენ ისინი პოლონეთში. ფაქტობრივად, ომი სწორედ ამ ორმხრივი აგრესიით დაიწყო. 1941 წლამდე საბჭოთა კავშირი აქტიურად ამარაგებდა ნაცისტურ გერმანიას ნედლეულით, რაც პირდაპირ აძლიერებდა ჰიტლერის სამხედრო მანქანას. წითელი არმიის გამარჯვებას მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სტალინის გამარჯვება არ იყო ინდივიდუალური. ნაციზმის დამარცხება შესაძლებელი გახდა მოკავშირეების, ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, საფრანგეთის, პოლონეთის, ბალკანეთის სახელმწიფოებისა და სხვა ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევით. ამიტომ როცა ვამბობთ, რომ სტალინმა მოიგო ომი, იგნორირებას ვუკეთებთ როგორც მის სისხლიან პოლიტიკას, ისე იმ მრავალფეროვან და მრავალმხრივ ძალას, ვინც რეალურად დაამარცხა ფაშიზმს. გაიგე შერაში საქმე, აი, რო იძახი მაგაში, რომ რამდენიმე მომენტზე მინდოდა უბრალოდ აი ილია შენის ნებართვით საზოგადოების ყურადღება მიმექცია არგუმენტები ამ შემთხვევაში რაც იყო დასახელებული, აი ბელეტრისტიკის გარდა რო სისხლიანი და სისხლები და სისხლები ეღანდებათ სტალინის ხსენებაზე, ორი არგუმენტი იყო და გარდა იმისა, რომ თან უხარისხოთ არის გაკეთებული რატომღაც ეკვა უცებ გრანტი იყო უცებ დასაწერი და ხო მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტზე ტიტრებში უწერიათ 1930 წელი, როცა ეს არის 39 წლის მოვლენა და ხო შეუძლებელი ეს მეტყველებს მათ შორის ამ ხალხის რეალურ განათლებაზე და დაუნკიდებლად როგორ შეიძლება ხა იქ შეგეშალოს, არ ვიცი, არ ამგონია რომ იყოს მექანიკური. მაგრამ აი თვითონ არგუმენტები რაც დასახელდა, იყო ორი არგუმენტი, რომ ერთი თვითონ აი ეს 29 წლის თავდასხმელობის პაქტი, რაც გაფორმდა გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის და მეორე რომ თურმე 51 წლამდე ამარაგებდა საბჭოთა კავშირი გერმანიას ნედლეულით და აძლიერებდა ამით გერმანიის სამხედრო მანქანასო. და ნუ მოდი აი მინდა რომ უბრალოდ ორივეს უპასუხოთ, ესე იგი რა გამოდის რომ სტალინი სადაიხარჯა მე ეს გაძლიერებული გერმანული მანქანა ისე საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომში, ხო? ანუ ამათი ლოგიკით სტალინი 2 წელი აძლევდა გერმანიას ნედლეულს, რომ ის გაძლიერებული იყო, რომ მე ომა მაგათთან და ისევ თვითონ თავის თავზე მიიღო, ასე ვთქვათ, იზარალი, რომელიც თვითონ შექმნა. ეს ერთი და მე მეორე, როდესაც აი ეს
ჩვენთვის ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი მსახიობი საუბრობს აღმოსავლეთ ევროპის გაყოფის გეგმაზე, რომელიც თურმე 1939 წელს გაუფორმებიათ მოლოტოვს და რიბენტროპს. აი ყველაფერში რო იგრძნობა, რომ ჯერ აი რო კითხო ვინ არიან მოლოტოვი და ეს ამ ადამიანმა საერთოდ დარწმუნებული ვარ, რომ აი ეს 39 წლის შეთანხმების შესახებ გაიგო 15 წუთით ადრე ამ ვიდეოს ჩაწერამდე, როცა სცენარი მიაწოდეს, რომ აი ეს უნდა წაიკითხო, ხო? თორე აი რო კითხო მოლოტოვი და რიბენტროპი ვინ შეიძლება რამე ადგილი გონია მოლოტოვი რიბენტროპი საერთოდ, ანუ ამ დონეზე რო აქვს რა განათლება. აი მართლაც ამ პერიოდში 30-იან წლებს თუ შევხედავთ და ევროპის, აღმოსავლეთ ევროპის განსაკუთრებით გაყოფაზე და გადანაწილებაზე ვისაუბრებთ, ასეთი ფაქტები მართლაც არის ამ ეპოქაში და მართლაც აი 39 წლამდე იყო 38 წელი, ხო? 38 წლის სექტემბერი და მიუნხენის კონფერენცია, სადაც გადაწყდა მაგალითად ჩეხოსლოვაკიის ბედი. მე მინდა ვნახოთ აი ამ დოკუმენტური კადრები ამ მოვლენის შესახებ 38 წლის სექტემბრის შესახებ ეს არის ფაქტები, რომლებიც ხდება სანამ საბჭოთა კავშირი შეუთანხმდებოდა გერმანიას თავდაუსხმელობაზე. აი ერთი წლით ადრე თუ რამდენიმე თვით ადრე, იმიტომ რომ სექტემბერში ხდება ეს 29 სექტემბერი იყო მიუნხენის კონფერენციის თარიღი, რამდენადაც მახსოვს. მოდით ვნახოთ რა ხდებოდა ევროპაში, ვინ ლაპარაკობდა ჰიტლერთან და რაზე ხდებოდა ამ დროს შეთანხმება. ძალიან მცირე ერთწუთიანი დოკუმენტური კადრები რო ვაჩვენოთ. In September 1938, tensions between Nazi Germany and Czechoslovakia were threatening to drag the whole of Europe into full-scale war. In a bid to defuse the situation, the British Prime Minister Neville Chamberlain travelled to Munich to meet with Hitler. Chamberlain made a deal with Hitler. To secure peace, he acceded to German occupation of the Czech Sudetenland. And the Prime Minister comes home, home to an empire filled with joy and relief, home to a welcome that he will never forget. Arriving back at a rain-soaked British airport, he made a speech that would go down in history. This morning, I had another talk with the German Chancellor, Herr Hitler. And here is the paper which bears his name upon it as well as mine. დიახ, მეგობრებო, ნუ ვიდეო იყო ინგლისური ეროვანი და შვიდობა ჩამოვიტანე. შვიდობა ჩამოვიტანე. ჩემბერლენი ამბობდა, აქ რაზე არის საუბარი 1938 წლის 29 სექტემბერს მოხდა ეს შეთანხმება ჰიტლერულ გერმანიასა და მეორეს მხრივ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის და ასევე იტალია მუსოლინიც მონაწილეობდა ამ კონფერენციაში რამდენადაც მახსოვს, სადაც უნდა გადაწყვეტილიყო ჩეხოსლოვაკიის ახალგაზრდა დემოკრატიის ბედი, ხო, ფაქტიურად ჩეხოსლოვაკია ამ დროს აღმოსავლეთ ევროპაში იყო ერთადერთი დემოკრატია, რომლის უშუალო მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი იყო საფრანგეთი. საფრანგეთს ჰქონდა ხელი მოწერილი მაგ დროს ჩეხოსლოვაკიასთან მშვიდობის გარანტიაზე, ანუ ჩეხოსლოვაკიაზე თავდასხმა ავტომატურად განიხილებოდა საფრანგეთზე თავდასხმად და მას უნდა ეომა საფრანგეთს უნდა ეომა ჩეხოსლოვაკიის გამო. ჰიტლერი გამოთქვამს პრეტენზიას, რომ ჩეხოსლოვაკიის დასავლეთ ნაწილი მეკუთვნის მე, იმიტომ რომ ბევრი გერმანელი ცხოვრობს, სინამდვილეში მას ჰქონდა შკოდას ქარხნების ინტერესი, იმიტომ რომ სამხედრო ინდუსტრია იყო ძალიან ძლიერი. შკოდას ქარხნებში მოხდა შემდეგ აი ცნობილი გერმანული ტანკების, პანცერების, ლუფსტვაფეს თვითმფრინავების წარმოება, რამაც გააძლიერა რეალურად შექმნა გერმანიის სამხედრო ინდუსტრია და ჰიტლერი გამოთქვამს პრეტენზიას, რომ მე მინდა ჩეხოსლოვაკიის დასავლეთ ნაწილი და ამ დროს რას აკეთებენ ჩვენი ძვირფასი ბრიტანეთი და საფრანგეთი ხვდებიან ჰიტლერს მიუნხენში და პირდაპირ ისე რომ ჩეხოსლოვაკიის წარმომადგენლები არც დაასწრეს ამ შეხვედრას მივიდნენ ჩეხები შეხვედრაზე არ შეუშვეს კარები დაუკეტეს მათ გარეშე გადაწყვიტეს ჩეხოსლოვაკიის ბედი მოუწერეს პირდაპირ ხელი ჰიტლერს რომ შენია ჩეხოსლოვაკია და თქვენ ნახეთ აი რა ფურცელი ჩაიტანა ჩემბერლენმა ბრიტანეთში თავის მოსახლეობასთან რომ მე თქვენ შვიდობა მოგიტანეთ გერმანიასთან ომი აღარ მოგვიწევს აგერ ვაჩუქეთ ჩეხოსლოვაკიაო და სხვა შორის აქ პოლონეთსაც ძალიან დიდი ქაქი აქვს ნაჭამი რომ როდესაც ჰიტლერი შევიდა ჩეხოსლოვაკიაში შემდეგ და დასავლეთის ოკუპაცია მოახდინა ბრიტანეთის და საფრანგეთის თანხმობით პოლონეთი შეიჭრა თავის მხრივ აღმოსავლეთში ჩეხოსლოვაკიის და მათ სლოვაკეთის ნაწილის ოკუპაცია და არ გაატარა საბჭოთა ძალებთან დასაცავად არ გაატარა საბჭოთა ძალები დასაცავად კიდევ ერთი პატარა აი ილო ვიცი რომ
წამყვანი ვარ და არ შეიძლება ბევრი ვილაპარაკო, მაგრამ უბრალოდ მინდა რომ ეს თემა ამოწურო, აი კიდევ ერთი საკითხი იგივე 38 წელი, ოღონდ ამ შემთხვევაში მარტის პერიოდი. მოდი ვნახოთ რა ხდებოდა ევროპაში 38 წლის მარტში. ანუ ეს ყველაფერი მანამ სანამ მოხდებოდა რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის გაფორმება. Within a few short hours, all peoples around the globe were electrified to learn that what Bismarck dreamed of but could not accomplish came to a thundering realization with Germany's lightning-like invasion of Austria. Here the same crowds that only yesterday hailed Schuschnigg's promise of continued liberty, today cheer Hitler. Hysteria proclaims the triumph of a dictator and the death of a nation. აი ძვირფასო მეგობრებო, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ აი ხა ჩვენი ლიბერალების გაგებით ეს ქალაქი, სადაც ჰიტლერს ესე გულთბილად ხვდებიან, უნდა იყოს ან მოსკოვი, ან პეტერბურგი, იმიტომ რომ მოკავშირეები იყვნენ და ეს არის ვენა, ავსტრიის დედაქალაქი, სადაც იმავე 38 წლის მარტში ჰიტლერმა ესე უბრალოდ გადაწყვიტა, რომ ავსტრია მინდა მე. შეიყვანა პირდაპირ ჯარი და თქვენ ხედავთ, აი ერთი ტყვია არ გავარდნილა, არანაირი წინააღმდეგობა არავის არ გაუწევია, ხალხი ტაშით, გრიალით შეხვდა გერმანიის მიერ ავსტრიის შეერთებას, რასაც ქვია ანშლუსი. და ამაზე არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვავს არც ინგლისს, არც საფრანგეთს, პირით აღიარეს ეს ყველაფერი და კი ბატონო, ამის მერე გახდა ავსტრია უკვე გერმანიის შემადგენელი ნაწილი. მანამდე იყო კიდე ხა ჩვენ ყველა მასალა არ გვაქვს მომზადებული, მაგრამ მანამდე იყო მაგალითად რაინლანდის ინციდენტი, სადაც ჰიტლერმა ასევე რაინლანდი იყო ტერიტორია, სადაც არ ყავდა, ეს არის გერმანიის მიწა, სადაც არ ქონდა გერმანიას ჯარისყოლის უფლება, იმიტომ რომ საფრანგეთთან ბუფერულ ზონად იყო. ჰიტლერმა დაარღვია ეს შეთანხმება, შეიყვანა რაინლანდში ჯარი. არანაირი რეაქცია ამას არ მოყვა, პირიქით ფრანგებმა ჩამოართვეს ხელი, შენ გენაცვალე შენ. ანუ მთელი 30-იანი წლები ჰიტლერის 33 წელს ხომ მოვიდა ხელისუფლებაში, 33-დან 39 წლამდე, ანუ პოლონეთში შეჭრამდე. ეს პერიოდი მთლიანად არის გერმანიის და ბრიტანეთის და საფრანგეთის თანამშრომლობის პერიოდი. როდესაც ბრიტანეთი და საფრანგეთი პირდაპირ ხელს უწყობდნენ ყველა თავხედობას, რასაც აკეთებდა ჰიტლერი. და ამ ყველაფერს ატარებდნენ, აი ბოლოს 38 წელს ხონახეთ პირდაპირ ჩემბერლენმა აჩუკა, ჩეხოსლოს სხვისი ქვეყანა აჩუკა ჰიტლერს და ამ ყველაფრის მერე ეხა და მანამდე იყო კიდე ის, რომ სტალინი თავაზობდა სწორედ იგივე ბრიტანეთსა და საფრანგეთს 36 წელს ანტინაცისტურ კოალიციას, რაზეც უარი უთხრეს. აბა სხვა კოალიციაში იყვნენ. ხო, ანტიკომუნისტურ კოალიციაში იყვნენ უკვე და ეს ხდება და ამ ყველაფრის მერე უკვე 39 წელს მას შემდეგ რაც იგივე საფრანგეთთან და იგივე ბრიტანეთთან გააფორმა ჰიტლერმა თავდაოსმელობის პაქტი, საბჭოთა კავშირის რომ მარტო დარჩა ფაქტიურად მთელი დასავლეთის აი ამ ფაშისტური კოალიციის წინააღმდეგ აწერს ხელს რომ დრო მოიგოს, რომ ისის რომ უეჭველი ომი ელოდება წინ და იმისათვის რომ დრო მოიგოს ხელს უწერს ჰიტლერს თავდაოსმელობის პაქტზე, რომ მე შენ თავს არ დაგესწრები და არ შენ არ დამესხა თავს. და ამას გვასაღებენ რომ მოკავშირეები იყვნენო და ერთად დაიწყეს მსოფლიო ომიო. ეხა აი ამ არ ვიცი ამას რა ქვია, ამას ისტორიის გადაწერა არ ქვია. ისტორიის გადაწერა კიდე ქვია, რომ რაღაცა კონკრეტულ ფაქტებს იღებ და ცოტა სხვა ინტერპრეტაციას მისცემ, მაგრამ ესე პირდაპირ ტყუი, ეს არის მოტყუება ახალგაზრდების, მოტყუება პირდაპირ იმ ადამიანების, რომლებიც ესე Facebook-ით იგებენ მერე ისტორიას და მერე გამოვლენ აქ და შენ გიმტკიცებენ და გელაპარაკებიან, რომ შენ ხარ გაუნათლებელი და ბნელი და თვითონ არიან კორიფეები ისტორიის. აი ეს არის ხოლმე ხანდახან გამაღიზიანებელი. აი მაგიტომაც იყო ისევ ამ კონფერენციაზე დასმული ისევ ბაქარის რო გავიხსენოთ, ბაქარის სიტყვა ხო, რომ ლიბერალიზმი და ფაშიზმი ძალიან კარგად ძოვს ერთად. როდესაც ეს დრო დგება, ხო, ანუ ფაშიზმი როცა უკვე მწიფდება, ხო? ლიბერალებს პრეტენზია არ აქვთ ფაშიზმთან. პირიქით, ძალიან ადვილად ეხმარება ლიბერალური აპარატები, როგორც შეიძლება იყოს NGO, სხვადასხვა თავისუფლების რაღაც თავისუფალი მედია და ასე შემდეგ, ძალიან მარტივად შეუძლიათ დაეხმაროს ფაშისტურ რეჟიმებს. თუ მიზანი არის ანტიკომუნისტური. თუ მიზანი არის ანტისოციალისტური, ანტიკომუნისტური, ანუ შეჩერება ამას მუშათა მოძრაობების სხვადასხვა სოფლიოს სხვადასხვა წერტილებში, პრობლემა მათთვის არ არის. ხო, ამის მაგალითი ამერიკაშიც შეგიძლია ნახო, რომ კუბის წინააღმდეგ როგორ შეიკრა მთლიანი მასმედია, რომელიც თვითონ ემარცხენეობდა თავის დროზე, როგორ შეიკრა ღაზას წინააღმდეგ ეხლაც მთლიანი მასმედია, როგორ შეიკრა თუნდაც ამ რუსეთ-უკრაინის ომზე, ხო, უარსებობდა იქამდე რაღაცა იდეოლოგიური სხვაობები მასმედიაში. როგორც კი დიდი კრიზისი მოდის, ეს იდეოლოგიური სხვაობები ქრება. კრიტიკა ყველანაირი ქრება. ხო, ანუ ყველაზე ერთ-ერთი ტრამპის პირველი მის დროს იყო, პრეზიდენტობის დროს, როდესაც ერთ-ერთი მემარცხენე
თავისი აზრით მემარცხენე ეს დემოკრატიული პარტიის ტელევიზიამ მაშინ აღიარა პრეზიდენტად ტრამპი, როდესაც სირია პირველად დაბომბა. რომ აი თურმე პრეზიდენტი ყოფილა, იქამდე ხო არ აღიარებდნენ, ეს პრობლემა იყო და აი სირია რო დაბომბა და რომ ეს კადრები რო გამოჩნდა რომ რაღაცა კრეისერებიდან რო ბომბავს ბალისტიკური რაკეტებით რაღაცა უღარიბეს ქვეყანას დასანქცირებულს, მაშინ გახდა პრეზიდენტი მათთვის. ანუ მათთვის ეს პრობლემა არ არის და ჩვენთვისაც სიმართლე გითხრა, ანუ ყოველთვის ახლა საუბრობთ ხოლმე რაღაც ორმაგ სტანდარტებამდე დავდივართ და უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისედაც არ იყო, მაგრამ ახლა თვალნათელია, რომ ძალმომრეობაზე დადის ყველაფერი. აქ აღარ დადის მორალზე ან რაღაც ესეზე. ყველაფერი არის ძალმომრეობა. ძალმომრეობა არის პირდაპირ დღის წესრიგში და ამიტომაც მე რა უნდა ან როგორ უნდა შეგიცვალონ აზრი მაგალითად რომ გეუბნებია რომ გაიყო საბჭოთა კავშირმა და გერმანიამ პოლონეთი. ანუ პოლონეთის მთავრობა უკვე ჩამოშლილი იყო, პოლონეთი არავის არ გაუყვია, პოლონეთის მთავრობა მთლიანად ჩამოშლილი იყო, ეს გერმანია შევიდა და საბჭოთა კავშირმა დაიბრუნა ბელარუსული და უკრაინული ისტორიული ტერიტორიები. და პლუს ამას პოლონეთში შეჭრის შემდეგ ახლა უკვე ცხადი გახდა რომ მას შემდეგ რაც გერმანია შეიჭრა პოლონეთში, რომ საბჭოთა კავშირი უშუალოდ უმეზობლდებოდა გერმანიას, ეს იყო უკვე ცხადი, იმიტომ რომ იპყრობდა პოლონეთს და კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, სად გაივლებოდა ეს საზღვარი და ეხა რა უნდა იქნება, ესე იგი მთელი პოლონეთი უნდა დაეთმო ფაშისტური გერმანიისთვის, რომ მერე საზღვარი ასე ვთქვათ, რაც შეიძლება ახლოს ქონოდა მოსკოვთან და ეს რატო გააკეთა თურმე რატო შევიდა თვითონაც რატო დაიკავა ტერიტორიები იმ 30-იან წლებზია ხო თან საუბარი, ეს არ არის რაღაც 21 საუკუნეში აღარ გვიგვირს უკვე ესეთი რაღაცები ხდება და ეს არის 30-იანი წლები, სადაც არანაირი საერთაშორისო სამართალი არაფერი არ არსებობს. და რატო გაბედა თურმე აგერ სტალინმა რომ საზღვარი ასე ვთქვათ ცენტრიდან მაქსიმალურად შორს გადაწია, რომ მაქსიმალურად შორს ქონოდა გერმანიასთან შეხების წერტილი. იცი რა არის ილო რომ ერთი არის ხა ყველა ვერ იქნება ამ თემატიკით შეიძლება დაინტერესებული ადამიანი და ყველა ვერ იქნება რომ არც მე მაქვს იმისი პრეტენზია და დარწმუნებული ვარ არც შენ რომ რაღაც სრულყოფილად ვიცით ეს პერიოდი და ვფლობთ ამ ისტორიას, მაგრამ ნუ ასე თუ ისე რაღაცა ინტერესის დონეზე, ცნობის მეყვარეობის დონეზე რაც წაგვიკითხავს, რაც გვისწავლია, ხო ვართ გარკვეული. ჩვენ არ გვაქვს ამის პრეტენზია და შეგრძნებების გარეშე და იმიტომ როგორც ეხლა ვიღაცამ რო შეგედაოს იმ ცუდად იგზნოს თავი რომ 2x2 4-ია და ისტერიკებში ჩავარდეს, ხო, ანუ ამახო არ უნდა შეგიცვალოს აზრი რომ 3 ხო ვერ გახდება, იმიტომ რომ ვიღაცა ისტერიკებში ჩავარდა მაგის გამო. ანუ 2x2 მაინც იქნება 4. ისტორიაც ესია, ხო, ეს მოხდა და ეს არის შედეგი. და ეხლა ვიღაცას რო ძალიან არ უნდა რაღაცა ელემენტარული სიკეთე ითქვას იმ ქვეყანაზე, ან იმ საზოგადოებაზე რაც იყო, ხო, ეხლა ისტორიას ვერ შესვლის, თუნდაც ის რომ ეხლა საქართველოს ფაქტობრივად კავკასიის ქედთან შეჩერდა ნაცისტური გერმანია, ხო, რომელიც მიდიოდა ბაქოში ნავთობის ასაღებად, ანუ რო ამბობ რომ საქართველოს არ ეხებოდა, როგორ არ ეხებოდა პირდაპირ შენ საზღვარზე იომე და არ შემოუშვი შენ საზღვარ, ანუ საქართველოში არ შემოუშვი. მოუგეთ, ფაქტობრივად კი გერმანია. ხო, რა, ანუ იმაზე რა ქვია, უღელტეხილზე დაამარცხე, ხო? ანუ როგორ არ შეგეხო? კი ბატონო, მოერიე. ანუ შენი ომი არ იყო, როგორ არ იყო? რა თქმა უნდა იყო და თან ვის მოერიეთ მანდაც ხო გააჩნია საუბარია გერმანიის ელიტარულ ჯარზე, მანშტაინი იყო თუ სწორად მახსოვს მაშინ მარშალი, ვინც უშუალოდ კავკასიის ფრონტს ხელმძღვანელობდა, სამხედრო გენიოსი, არ ვიცი. აქეთან მხრიდან ბერია. აქეთან მხრიდან ბერიამ მოუგო, თორემ მანშტაინი მართლა გენიოსი იყო. ეხა ისეთი ოპერაციები აქვს ჩატარებული და შეუძლებელი არ დააფასო ეხა გერმანიის სამხედრო ელიტა მართლა საუკეთესო. ამათ მოუგეთ და შევაჩერეთ და დღეს სამარცხვინოდ გვაქვს თითქოს რომ ვთქვათ ის თუნდაც ის რომ სტალინი ქართველი იყო ამაყად ვთქვათ თუნდაც ის რომ ჩვენ დიდი მსხვერპლი გავიღეთ და ეს მსხვერპლი არ ყოფილა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, ეს იყო ზოგად საკაცობრიო მსხვერპლი რა ჩვენ გავიღეთ. ამ ყველაფრის თქმა აი აგერ ტრამპს მართლა ეხა რა აქვს ამერიკელებს მე შორს ვარ იმ აზრისგან რომ ამერიკას არანაირი წვლილი არ აქვს, როგორ არა აქვს გაწუწვლილიც აქვს ამ ომში შეტანილი და ის რაც ამას არც სტალინი უარყოფდა ხო რომ რა თქმა უნდა თავისი წვლილი მოკავშირეებმა შეიტანეს ამ ყველაფერში, მაგრამ ნუ ეხა ისეთი გაზვიადებული როლი ნამდვილად არ აქვს, როგორც დღეს ამას ტრამპი იძახის, რომ ჩვენ მოვიგეთ მეორე მსოფლიო ომიო, მაგრამ არა, მაგის ფაქტებიც ხო არსებობს, ანუ 80% მთელი სამხედრო მანქანის განადგურდა აღმოსავლეთ ფრონტზე საბჭოთა კავშირის მიერ. ეგ არის ერთი. მეორე, შეერთებული შტატების დახმარების ძირითადი ნაწილი კურსკამდე და სტალინგრადამდე იყო ჰუმანიტარული, ეს არის სამხედრო დახმარება. და როდესაც უკვე ომის ბედი გადაწყდა 53-ში, მაქედან იწყება სამხედრო დახმარება და ისიც არის
მე მგონი თლიანი დახმარების 10% რაც ლენდ-ლიზზე გამოიყო, იმიტომ რომ ბრიტანეთმა წაიღო და კანადამ. უდიდესი ნაწილი წაიღო ბრიტანეთმა და კანადამ, ხო? 60 მილიარდი იყო თუ სწორად მახსოვს და საბჭოთა კავშირში ჩავიდათ 11 მილიარდი თუ სწორად მახსოვს და აი დაახლოებით ეგ განაფარდობა იყო. ხო და მაგასთან კიდე ემატება ეხა აღმოსავლეთ ევროპამ დაამარცხა, რომელმა აღმოსავლეთ ევროპამ დაამარცხა 3 დღეში რო ნებდებოდნენ? თუ ნახევარი რო გერმანიის მხარეს იბრძოდა, რუმინეთის, უნგრეთის და ხორვატიის. ნახევარი არ ყველა იბრძოდა. ხო, ხორვატიის და მთელ ევროპას ვებრძოლეთ მაშინ. ხო, იმათი ჩახან. საფრანგეთი იყო ოკუპირებული ერქვა, თორე ვიშის მთავრობა რა იყო რა, ფრანგები არ მონაწილეობდნენ აღმოსავლეთ ფრონტზე, იწვევდნენ პირდაპირ ფრანგი ახალგაზრდები, ვერმახტის ჯარში მსახურობდნენ. უკანასკნელი დაცვა სხვათა შორის გერმანული, ფრანგული ბატალიონები იყო. ბერლინის უკანასკნელი მცველები იყვნენ ფრანგული ბატალიონები. კი ბატონო. ხო და რა ვიცი, აღმოსავლეთ ევროპამ წვლილი შეიტანა, წვლილი კი არ შეიტანა, გააძლიერეს, გადასცეს თავისი რესურსები, გადასცეს თავისი ინდუსტრიები და ეხმარებოდნენ ყველანაირად. ხო, ეხლა პარტიზანული ომი, 2-3 კაცი სადღაც პარტიზანული ომი ძირითადად იყო დაპყრობილ ტერიტორიებზე, რაც იყო ბელარუსი, მან მიდიოდა ძირითადად უკრაინა. ხო, ანუ და კი ბატონო იყო საფრანგეთშიც, იტალიაშიც ეს პარტიზანული მოძრაობები, მაგრამ ხო, მაგრამ ძალიან მცირე, ანუ გაზვიადებული და რომანტიზირებულია უბრალოდ მათი წვლილი, თორე რეალურად მათ აი ვიღაც ხუმრობდა ერთ-ერთი ისტორიკოსი, რომ აი ფაქტიურად აი რასაკეთებდნენ ეს პარტიზანული ომი და აი ჩვენთანაც რო რაღაც ჩაფურთხების ტენდენცია რო წამოვიდა, მაგას აკეთებდნენ რა. დისკომფორტს უქმნიდნენ ნაცისტებს. ეგ დისკომფორტსაც ვერ უქმნიდნენ, ანუ აი თავის ჭიას იხარებდნენ რა, რომ აი რაღაცას მიუხატავდნენ მანქანაზე, ბორბლებს დაუშვებდნენ ალბათ მანქანაზე და აი ეგეთ რაღაცებს ეგ იყო მათი პარტიზანული მოძრაობა, მალაგეც. კი ბატონო. 2014 წელი და უკრაინა ეს იყო ერთ-ერთი საუბარი კონფერენციის და მაინტერესებს ამ საკითხებზე აი რა ტიპის განხილვა შედგა. რა პარალელები შეიძლება დავინახოთ 2014 წლამდელ ან 2014 წლის მოვლენებში, რაც უკრაინაში განვითარდა ჩვენს თანამედროვეობაში. არის თუ არა ეს ყველაფერი იდენტური და რა კავშირი აქვს ამას ფაშიზმთან? ფაშიზმთან კავშირი ძალიან საინტერესო სხვათა შორის, იმიტომ რომ თავად უკრაინას არ დაუმალია, რომ ის მიდის ბანდერისტულ გზაზე, ბანდერას გზაზე. ხო და ანუ ბანდერას უკრაინული ნაციონალისტური მოძრაობა დღემდე არსებობს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სამოულო ომში გამარჯვების შემდეგ. ბანდერას მებრძოლები თუ ვინც იყვნენ, გადაისროლეს ჯერ კანადაში, შეერთებულ შტატებში, ევროპის სხვადასხვა ტერიტორიებზე და იქ ძლიერდებოდა ეს ორგანიზაცია. სხვათა შორის ანტიბოლშევიკური ბლოკის საფარქვეში ძლიერდებოდა, რომელიც რეიგანმა შექმნა და ისევ რომ დაუბრუნდათ, ანუ ფაშიზმი დაბრუნდა როგორც ანტიკომუნისტური მოძრაობა, ანუ ყველა გააერთიანა თავის თავში, როგორც ანტიკომუნისტური, რაღაც ანტიბოლშევიკური ბლოკი. შესაბამისად, ხა უკრაინის მთავარი საკითხი იყო ერთ-ერთი, რაც არ მინდა რომ გამომრჩეს, იმიტომ ძალიან საინტერესო ჩანართი იყო ესეთი, რომ იყო ძალიან დიდი რაოდენობრივი და ხარისხობრივი განსხვავება უკრაინაში 2014 წლის მაიდნის დროს მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ამ მაიდნის. ანუ ბევრად მეტი იყო, ანუ ეს არის ჩვენთვის ალბათ ერთ-ერთი მთავარი ანალოგია, რაც შეგვიძლია გავავლოთ, ხო? ბევრად მეტი იყო მოწინააღმდეგე ამ მაიდნის. ბევრად მეტი იყო უკრაინის საზოგადოებაში, მაგრამ ხარისხობრივად მათ, იმიტომ რომ ისინი არაორგანიზებული იყვნენ, არ ქონდათ რაღაც პოლიტიკური ცენტრი, რის გარშემოც ან თეორიული, ძირითადი თეორიული რაღაც გამაერთიანებელი და პოლიტიკური, ხო? ამის გამო ხარისხით დაჯაბნა იმ ნეონაცისტურმა ჯგუფებმა, რომელმაც მაიდნის პერიოდში თავი იჩინეს და ამას სხვათა შორის ერთ-ერთი ნეონაცისტური დაჯგუფების ლიდერიც მე მგონი ევგენი კარასი აღიარებს და ამბობს, რომ ჩვენო კი ამბობენო, რომ ეგ ნეონაცისტები 3% იყვნენ, მაგრამ ანუ ის 3% ორგანიზებული 3% ჩვენ რო იქ არ ყოფილიყავით, იმ ციტირებას ვახდენ, ხო? ჩვეულებრივ გეი პრაიდი იქნებოდაო. ეგს მაიდანიო. ჩვენ შევქმენითო მაიდანიო. და მართლებიც არიან, ანუ ორგანიზებული ძალადობაზე მოტივირებული ძალა შეიძლება ბევრად უფრო ძლიერი იყოს, ვიდრე რაღაც ჩუმი უმრავლესობა. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ გავითვალისწინოთ ჩვენთვის, კი. რაც უნდა გავითვალისწინოთ, აი ჩვენი კონფერენციის მიზანი ზუსტად ეს იყო, კოორდინირება როგორ შეიძლება მოხდეს, ანუ რა საერთო კვეთები შეიძლება ვიპოვოთ ჩვენ საზოგადოებაში, რის გარშემო. ძირითადად რა თქმა უნდა არის თეორიული ბაზა უნდა შეიქმნას, როგორ ესაუბრები, ხო, როგორ საუბრობ, რა ტერმინებზე თანხმდები, რა არის ფაშიზმი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რა არის ფაშიზმი თანამედროვეობაში, ხო, როგორც ავახსენე, გერმანიისთვის მაგალითად ფაშისტური მოძრაობა შეიძლება იყოს ჩემი სოციალისტური პლატფორმა.
იმიტომ რომ არ ვეთანხმები ლიბერალური დემოკრატიის რაღაცა პრინციპებს. არ ვეთანხმები. ხო, ან თუ გავილაშქრებ, მე მაგალითად რახან კანონში წერია, რომ ფაშისტური სიმბოლიკა და ის ერთიანია და გავილაშქრებ მე თავისუფლების ქარტიის წინააღმდეგ, მათმა მასმედიამ შეუძლიათ შემრაცხოს ფაშისტად, იმიტომ რომ მე ვითხოვ იმ კანონის გაუქმებას, რომელიც კრძალავს სვასტიკას. ხო? ანუ ეგრე გამოდის. ხო და ამიტომ ჩვენთვის ქართული საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გავარკვიოთ რა არის ფაშიზმი, ვიცოდეთ რა არის ფაშიზმი. კლასიკური განმარტება ფაშიზმის არის ეგ ხო არის იმისი განმაპირობებელი, რომ პირიქით შეიძლება ამ ყველაფერმა აი გერმანიის მაგალითზე რო ვთქვა, როდესაც შენ ებრძვი არასწორ რაღაცებს, ანუ არ ებრძვი იმას წესით, რასაც უნდა ებრძოდე და მაგალითად ფაშიზმი. ამითი ხო აძლიერებს პირიქით. ეს არის ზუსტად მიზანი, ანუ ისევ გერმანიის მაგალითს რომ მოვიყვანოთ. იმდენი ხანი იყვირეს ლიბერალებმა, რომ ეს AfD ფაშისტური მთავრობა, ის არის პარტია, ფაშისტური პარტია, რომ ნამდვილი ფაშისტი მოიყვანეს ძალაუფლებაში. მერცი არის ისევ ფაშიზმის კლასიკური განმარტებით რომ დაუბრუნოთ, ფაშიზმი არის ფინანსური კაპიტალის შერწყმა სახელმწიფოსთან. ფინანსური კაპიტალის მიერ სახელმწიფო აპარატების ათვისება, დაუფლება. და მერცი არის აი თავისი მთელი ისტორიის მანძილზე ყველა დიდი ბანკი, BlackRock-დან დაწყებული და რაღაც გერმანიის დიდი ბანკებით და დიდი კორპორაციებით დამთავრებული, ყველაფერში ნამუშევარი მაღალ თანამდებობებზე. ანუ ნამდვილი ფაშისტი, შემსრულებელი ფაშისტი, ისეთი კი არა ქუჩაში რო დარბის პასტიაშკებით და ბათინკებით. ანუ რო დაждდება მაგიდასთან და გეგმას რო დაწერს ფაშისტური რეჟიმი როგორ უნდა ჩამოაყალიბოს. ანუ კინოში ნანახი სკინჰედებზე კი არ ვლაპარაკობთ, ანუ ტიპზე თეორეტიკოსი, პრაქტიკოსი მათ შორის. რომელსაც შეუძლია რომ შექმნას რეჟიმი, რომელსაც ახლა აკეთებს. ხო, სოფლიოში, ისტორიაში პირველად იმ ომის შემდეგ გერმანიის სამხედრო ძალები გადასროლილია აღმოსავლეთისკენ, ბალტიის პირეთისკენ. აქამდე ეს არ ხდებოდა, მერცმა გააკეთა. როცა AfD პირიქით იძახდა, რომ მათ შეიძლება უნდა დავიხიოთ უკან და დავანებოთ თავი. ხო, ანუ ვინ გამოდის ფაშისტი? და იმდენი ებრძოლეს ამ AfD-ს, ყველა გაერთიანდნენ. სხვათა შორის რამდენიმე კომუნისტური პარტია და რამდენიმე ჩათვლით. გაერთიანდნენ AfD-ს წინააღმდეგ და ძალაუფლებაში მოიყვანეს ფაშისტი. მაგაცაც მინდა გითხო, ევროპული, თანამედროვე ევროპული სოციალიზმი, რამდენად არის ეს ის კლასიკური გაგებით სოციალიზმი, როგორც ეს ჩვენ გვესმის და რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს იგივე კომუნისტურ მოძრაობებთან, კომუნისტურ იდეოლოგიასთან და რა კავშირი აქვს საბჭოთა კავშირთან მაგალითად. არის რაიმე ესეთი ბმები? თუ აი ეს სოციალიზმი რა არის? რატო გითხულობ ამას? იმიტომ რომ ჩვენთვის მაგალითად ვინც შეიძლება არა ვართ მაინდა-მაინც ესე ღრმად თეორიული მცოდნეები აი ამ საკითხების, თანამედროვე მემარცხენეობა, ევროპული მემარცხენეობა ასოცირდება მაგალითად LGBT პრაიდებთან, იმიტომ რომ მათი სავიზიტო ბარათია, ხო, ეს ყველაფერი ასოცირდება რაღაც აი ამ მწვანე პოლიტიკასთან, რომელიც ხშირ შემთხვევაში პირიქით სახელმწიფოს დანგრევისკენ უფრო არის მიდრეკილი, ვიდრე რაღაც სექტორების გაძლიერებისკენ. რატომ ხდება, რომ მემარცხენე იდეოლოგიები ხდებიან ამ შემთხვევაში კაპიტალის მხარდამჭერები ფაქტიურად? კარგი კითხვაა სხვა და მაგის ისტორიაში უნდა ვიპოვოთ მაგის ძირითადი ახსნები, როდესაც უკვე მარქსიზმი ჩანაცვლდა ეგრეთ წოდებული ნეომარქსიზმით. როდესაც ჰამბურგის სკოლა, მეგონა ჰამბურგის არის, ფრანკფურტის სკოლამ შექმნა ნეომარქსისტული ესეთი მიმდინარეობა, რომელიც უარყოფდა მშრომელებს როგორც რევოლუციურ ძალას. და ამბობდა, რომ ახალი რევოლუციური ძალა უნდა იყვნენ ჩაგრულები, რაღაც LGBT-ები, ნარკომანები, აი ესეთი ის ხალხი, ესენი არიანო, ნამდვილი ახალი რევოლუცია თუ მოხდებაო, ამ ხალხის ხელით მოხდებაო. შესაბამისად ეს მიზანმიმართული, ზოგადად ფაქტებიც დევს შემდეგ უკვე არქივების, როდესაც CIA-სთან მუშაობდა ძირითადი მასა ამ ფრანკფურტის სკოლის, CRU-ს დაკვეთით წერდნენ რაღაცეებს და ზუსტად მიაღწიეს იმას, რომ დაიწყო კულტურული რევოლუციები ევროპაში, სექსუალური რევოლუციები ამერიკაში და ასე შემდეგ. და მოხდა მთლიანად ათვისება აი ამ ახალგაზრდული ძალების და მათი გარყვნა, პირდაპირ კორუმპირება, მოდი ესე დავარქვათ, NGO-ების სახით. როდესაც ყველაზე ნიჭიერ და პოტენციურად წარმატებულ ადამიანებს, სანამ ისინი პატარები და ახალგაზრდები არიან, ითვისებენ, აძლევენ ხელფასებს, უშვებენ გრანტებით სადღაც, ასაქმებენ და კეტავენ რაღაც პატარა ნაჭუჭებში. სისტემაში ჩართავენ და ნუ მე იქიდან ვეღარც გამოვა თავის. კეტავენ პატარა ნაჭუჭებში. ეს მართვის მექანიზმი არის, რომელიც არ ვიცი, ხა მე მყავს მეგობრებიც, ნაცნობებიც სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ იციან რა არის ნამდვილი სოციალიზმი, როგორ უნდა იბრძოლონ, მაგრამ მათ აქვთ ერთი ძირითადი გამაერთიანებელი. არიან პროსაბჭოთა
და არიან პროსტალინურები. ანუ ანტისტალინური სოციალიზმი ფაქტიურად აღარ არის სოციალიზმი. იმიტომ რომ ის უარყოფს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოციალისტური ექსპერიმენტის უდიდეს ეპოქას, პერიოდს, როდესაც საბჭოთა კავშირმა რაღაც ძალიან დიდ მიღწევებს, მათ შორის გამარჯვებას ნაცისტურ გერმანიას და ფაშიზმის დამარცხებას უარყოფს და ამბობს, რომ ეს იყო დიდი შეცდომა, ხო? ანუ საბჭოთა კავშირის უარყოფა და საბჭოთა კავშირის მიღწევების უარყოფა არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყალგამყოფი სოციალისტებსა, ანუ ნამდვილ სოციალისტებსა, როგორც ვამბობთ კლასიკური გაგებით და ანტისოციალისტ რაღაც მემარცხენეებს შორის, რომელიც ძალიან ბევრი მემარცხენეობა შეიძლება დაიბრალოს რაღაც ყველაზე რადიკალური ფემინისტურმა ჯგუფმა, რომელსაც ბანკი აფინანსებს და ამბობს, რომ ის კულტურულად მემარცხენეა. და შეიძლება იყოს კიდეც არ ვიცი, ხა მე კულტურულ მემარცხენეობაში და მემარჯვენეობაში დიდად არ ჩავხედულვარ და არც ვაპირებ. ნებისმიერმა მემარჯვენე ძალამ, რომელიც მაგალითად გამოვა და მშრომელების უფლებას დაიცავს დაჩაგვრულ ადამიანს, ამიტომ მემარცხენეა. ხო და ნუ ხა ის თუ იტყვის რომ მემარცხენეა, ხო, მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თავარია პროპაგანდა როგორ გამოიყენებს ამას და პროპაგანდა ესე იყენებს, ხო, ანუ ტრამპი რომ მაგალითად ჯო ბაიდენს მარქსისტს ეძახის, ხო ეს ბაიდენზე არ არის და მიყენებული დარტყმა, მარქსიზმზეა მიყენებული დარტყმა, კი, მარქსიზმის დისკრედიტაციაა ეგ. ანუ აი ეს არის ზუსტად, რომ კომუნისტს რო ეძახი მაგალითად რაღაცა ჯო ვილსონს, ხო? ანუ ჯო ვილსონს არაფერი არ აკლდება. ანუ კომუნიზმის დისკრედიტაცია არის საბჭოთა, ხო? აი იგივე ჩვენი თანამედროვე ხა ჩვენი მთავრობის და ოპოზიციის წევრები ერთმანეთს რომ ბოლშევიკებს ეძახიან, ხო, ბოლშევიკებს რა. ანუ ხო ანუ რა აკლდებათ მაგით ბოლშევიკებს. ხო, ანუ უბრალოდ მაგათ რა აკლდებათ, არაფერი, ორივე ერთმანეთს ეძახიან რუსს. პირიქით, ბოლშევიკებს. ხო, ანუ ბოლშევიკური მოძრაობის დისკრედიტაცია. ხო. კი ბატონო, ისევ საქართველოს მინდა რომ ბოლოს უკვე გადაცემის ბოლოს დაუბრუნდეთ. იყო თუ არა შენი აზრით ფაშიზმის ერთ-ერთი გამოხატულება ის რაც ცოტა ხნის წინ ნახეთ ლისის ტბაზე. გულისხმობ რუსოფობია რამდენად შეიძლება მივიჩნიოთ ფაშიზმად საქართველოს კონტექსტში. ამას იმიტომ უსვამ ხაზს, რომ ჩვენ შემთხვევაში არსებობს ხო რაღაც ტიპის დასაბუთებული არგუმენტები, აი რატო უნდა გეზიზღებოდეს რუსეთი, მაგალითად და გამოვლენ თელემ მოგიყვებიან, ერთ წიგნს დაწერ იმდენ რაღაცას მოგიყვებიან, რატო უნდა გეზიზღებოდეს რუსეთი. არის თუ არა რუსოფობია შენი აზრით პრობლემა საქართველოსთვის და ქართული საზოგადოებისთვის, ზოგადად ეს არის თუ არა პრობლემა და არის თუ არა ეს ფაშიზმის ერთ-ერთი სახე ჩვენ საზოგადოებაში? საბედნიეროდ რუსოფობია როგორც ასეთი საზოგადოებაში პრობლემა არ არის. რუსოფობიას ცდილობენ რომ გახდეს პრობლემა, მასმედია ამას აქტიურად ცდილობდა და შეიძლება გახსოვდეს კიდეც რუსეთ-უკრაინის ომი რომ დაიწყო რაღაცა პატარა გრაფიტის დევნა მიდიოდა, სადაც დაახატავდა რაღაც მელია იყო თუ კატა. და აი დასაბომბად მონიშნეს, რომ მთელი მედია კამპანია იყო ჩართული, ეს იყო დასამობად მონიშნული გრაფიტები, ანუ მაგრამ საზოგადოებაში ეს არ არის. ხო თუ ეხლა თუ ტელევიზორში ცხოვრობს ადამიანი, შეიძლება მისთვის ძალიან ესეთი წარე პრობლემა იყოს, ითქეს რომ აუ, რო ხდება მართლა. მაგრამ რეალურად არ ხდება, ხო, ნებისმიერ პატარა კაფეში ან ბარში ან რაღაცაში ან ქუჩაში. არა მარტო ქართველს და რუსს შორის არ ხდება, ანუ რუსი და უკრაინელი ერთად ხედან, ერთად სვამენ. ხო, ანუ შეიძლება თავის თავრობებს აგინებდნენ ან უყვარდეთ მაგ დალევის პერიოდში, მაგრამ ერთმანეთს არ ერჩიან. ნამდვილად. ხო? ანუ საქართველოში სტალინის სამშობლო ვარ, ჩვენთან ფაშიზმი როგორც ასეთი ვერ გაიხარებს. ხო, ვიღაცების მცდელობა რაღაცა ეს უბრალოდ თავისი პიარია რა და რამდენიმე კვირა ამ ყველაფერს ატრიალებენ, ერთი მხარე შეაგინებს, მეორე მხარე გააგმირებს, შეიძლება გრანტიც დაწეროს ან ამერიკაში თუ ვიღაცა ძალიან დაემუქრება, შეიძლება განცხადება დაწეროს საელჩოში და ამერიკაში იცხოვროს და იქ გააგრძელოს მუსიკალური კარიერა. ანუ ესე მუშაობს ჩვენი აი საცოდავი სისტემა. ხო, ეს პროგრესის სახელი ხდება. აი ამას მინდა შევეხოთ, მე მგონი მამარდაშვილს აქვს ნათქვამი, რომ სოფლიოში ყველა ბოროტება თავის დროზე სიკეთის და პროგრესის სახელით არის გაკეთებული, მაგრამ სინამდვილეში არის ის პროგრესი, რასაც ჩვენ ხედავთ, ან მათთვის რატო არ არის თვალსაჩინო, რომ ეს არ არის პროგრესი და ეს არის რეგრესი. მათ ყავთ თავისი პატარა, როგორც ეძახიან, ეს ბუშტი, ხო, ბაბლი. ანუ მათთვის ეს არის ცხოვრების კრედო, ესე ცხოვრობენ ისინი. მათი ცხოვრება არის რუსეთის გინება, ანუ მცირე რაღაცა ნაწილია, რომელიც სხვანაირად ვერ იღვიძებს და ვერ იძინებს თუ ეს ყველაფერი არ გააკეთა და რადგან ისინი არიან რაღაც სახის ხმაურიანი უმცირესობა კონკრეტულ სოციალურ ქსელებში,
მათთვის შეიძლება კარიერული წინსვლის გამო კოჭის გაგორება. ეგ ბაბლი, მაგრამ ხო არიან პოლიტიკოსებიც, რომლებიც მე ამ ყველაფერს იყენებენ. ნუ სურვილი აქვს რომ გამოიყენონ. ხო, ანუ მათთვისაც ესია, ხო, ანუ მათთვის ეს ელექტორალური რესურსია. რასაც ყვიროდა ეხლა მაგალითად ლელო აი წმინდა ფაშისტური ის რო დადო. საარჩევნო კამპანია რო ქონდა ფაშისტური რუსულს ყველაფერს აუკრძალავდა, მანქანებს არ შემოუშვებდა, ბანკებს დაუბლოკავდა რაღაცები. რამდენი ხმა იყო. ანუ რა გააკეთე რაც აიღო მაგის გამო ყოველ შემთხვევაში არაუდია ხო ვისაც ფული გადაუხადეს იმათმა მიწეს ნაცნობ ჩანს ეგეც რა უბრალოდ PR კამპანიაში ჩანდა და ვიღაცები ბევრ ლაიქებს უწერდნენ ანუ ესე ცხოვრობენ ისინი მათი ცხოვრება ეს არის და მაგიტომაც ახლა საბედნიეროდ ჩვენთან შეგვიძლია ვისხდეთ და ამაზე ვილაპარაკოთ ხო უკრაინაში მე და შე რომ ამაზე ვილაპარაკოთ ანუ მანქანა უნდა შეამოწმო რო გახვალ ამე ხო არ დაგიდეს შიგნით ან რაღაც ანუ ვერ ისაუბრებ ხო ჩვენ ამის ფუფუნება გვაქვს იმიტომ რომ ჩვენთან ორგანული არ არის ფაშიზმი არ ვართ ჩვენ ფაშისტი ხალხი მივიღები ხალხი ვართ მულტიკულტურული ხალხი ვართ თუმცა ვართ პასიური უმრავლესობაა ეგ რასაც შელაპარაკობ და ეს არის დამაფიქრებელი მართლა რომ ჩვენ რო გონია რომ შეიძლება აი ბევრი ვართ არ არის ჩვენთვის ეგ არ არის იმისი გარანტია რომ აქ არ მოხდება ისეთი რეჟიმის მოსვლა რაც იქნება ფაშისტური რეჟიმი გარანტია ნამდვილად არ არის მაგისი და მაგიტომაც არის საჭირო რომ ანუ თეორიულად, ფიზიკურად მომზადებულები ვიყოთ, რა შეიძლება მოხდეს და კი საფრთხეები გადავლილი არის ფაქტობრივად ახლა რაღაც დონეზე გადავედით და მივედით მეორე არჩევნებამდე, კიდე რაღაცეები იცვლება ჩვენს თვალწინახს პოლიტიკაში, რაღაც თამაშობები მიდის და ვაჭრობები ერთმანეთში. ანუ ასე თუ ისე სიმშვიდის რაღაცა მიზეზი გვაქვს. მაგრამ არა ისეთი, რომ ხელები ჩამოუშვათ და არ ვიცოდეთ რა ხდება ჩვენს სამეზობლოში. და რა მიზნები ამოძრავებთ სიტყვაზე ჩვენ სამხრეთით, აღმოსავლეთით თუ ჩრდილოეთით და კიდე დასავლეთით, შორეული დასავლეთიდან ჩვენს მიმართ. ხო, ანუ ვის დააფინანსებენ, რატო დააფინანსებენ, როგორ გამოიყენებენ. ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია, თან ისი არის გასათვალისწინებელი, რომ ჩვენც არ დაუკარგოთ ერთი ფაშიზმის შიშით, მეორე ფაშიზმში არ გადავიდეთ, როგორც გერმანიას მოუვიდა. ხო, ანუ ამისთვის არის საჭირო პირველ რიგში შრომელი მოსახლეობის გაძლიერება, მათთან ერთად მუშაობა, იმიტომ რომ ეს ადამიანები იქნებიან დიდი ორგანიზებული მასა, რომელსაც შეუძლია ასეთი რაღაცების შეჩერება. სხვა სეგმენტის საქართველოში არ არსებობს. ამის შემაჩერება ორგანიზებულ სეგმენტს, ანუ რაზე შეგიძლია ორგანიზდი ამის წინააღმდეგ. არის მხოლოდ კლასი. მხოლოდ კლასს შეუძლია ორგანიზდეს. და კლასს შეიძლება ყავდეს თავისი რაღაც მცირე მოკლევადიანი ან გრძელვადიანი ტაქტიკური მოკავშირეები, როგორც არის ადგილობრივი მწარმოებელი შეიძლება რაღაც ესეთი. მაგრამ საბოლოო ჯამში მხოლოდ შრომელ მოსახლეობას შეუძლია ომის წინააღმდეგ ეფექტურად გამოსვლა. მხოლოდ შრომელ მოსახლეობას შეუძლია რაღაც დრაკონული კანონების წინააღმდეგ ორგანიზებულად ბრძოლა. იმიტომ რომ სხვებმა ვინც ეს ცადეს, ხო? აი ხედავთ, დადიან წინ და უკან. მინდოდა ერთი ვიდეო კიდე გვეჩვენებინა მაყურებლისთვის, აი როდესაც საუბრობთ, რომ ისინი არიან პროგრესული, მათ აქვთ პრეტენზია, რომ არიან პროგრესულები და ისინი წარმოადგენენ პროგრესს და ყველა სხვა დანარჩენი რომ ბრნელები ვართ ამ ქვეყანაში. მოდი აი ძალიან პატარა იგივე OpenAI-დან ერთი წუთიანი ვიდეო კოლაჟი, რომელიც ასახავს მთლიანად აი ამ ფესტივალს და მთლიანად აი ამ პროგრესულ თაობას, რომელიც თავის არსებობას გვამადლის ხოლმე ხშირად. იცოდეთ, დღეს რუსთაველზე წდება საქართველოს ბედი. ყველანი უნდა იყოთ იქ, როცა საჭიროა. დავიდა SMS-ები, ხარვა განიხარვე. გასწორა, კაიფში ხარ ახლა? კი არა. შედი დედა აი ეგ არის პროგრესი. ჩვენ ვართ ბნელები, ჩემო ილია და მინდოდა შენც გენახა ეგ ყველაფერი რომ იქნება გაგეხსნას twin-ში რამე. მინდა ერთი რამე თქვა რომ ანუ ბოლოს წინა კადრი არაფერი მან დასაძრახი არ ეს იყო სლემს უფრო გავდა არ იყო ჩხუბი. ჩხუბი არ იყო არა ხო სლემი? მე რა გინდა სლემი. არ პროგრესია მეთქი მე მაგას მეტალი არ მოგვისმენია ხალხს თუ რა. ხო და განაჩენი კიდე რავი ერთობიან რა ქნან ხა მაგათაც.
ანუ მართლა ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ეგრე ერთობიან და უბრალოდ კამერები არსებობს ადგილზე და რაღაცა სიგიჟეები გადაიღეს. არა, მე არა მაგაც საუბარი ამ ახალგაზრდულ ენერგიაზე პირობითად მე მაგ ლაპარაკი სხვა რაღაცაზე ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს არის ზუსტად მე ის ხალხი, რომელიც დააჯდება და იტყვის, რომ აი მაგალითად სტალინი არ იყო მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული, სტალინი იყო სისხლიანი დიქტატორი, იმიტომ რომ აი მოусმენს იმ ჩსდ-ს და ნახავ მაკედონის სწავლის ისტორიას, რომელიც გამოვა მერე და იტყვის, რომ მე ვარ ბნელი და გაუნათლებელი და არ ვიცი მე არაფერი და მაგანიცის რა არის ევროპა და ეხა რაღაც ბელგიაში ცხოვრება რო ჯობია ჩელიაბინსკი ცხოვრება. ანუ ეგ არ უნდა იყენებენ, აი ეგ არის ზუსტად ის აქტიური უმცირესობა, რომელიც უპირისპირდება პასიურ უმრავლესობას და რომელსაც აქვს იმისი რესურსი, რომ თავს მოახვიოს თავისი დღის ეს რიგი და მაგიტომაც უნდა მაგაზე ვიმუშაოთ. აი სამუშაო თუ რამე არის სამუშაო. ის კი არა რომ იმათ რაღაცეები გადავარწმუნოთ ან იმიტომ რომ მართლა ეხა ამ საქმეს ეხლა შენც დიდი ხანი აკეთებ, მეც კარგი ხანი ვაკეთებდი, ხო ანუ ამ ლაპარაკს აი ესეთ საზოგადოებაში ხო ერთადერთი დანიშნულება ისაა, რომ რაღაცა მცირე ჯგუფზე, რომელიც ასევე აქტიური უმცირესობაა. ანუ ეგეც უნდა გაინსაზღვროს რა, ანუ მეორე მხარესაც არსებობს რაღაც აქტიური უმცირესობა, რომლის ერთადერთი დანიშნულება და მიზანი არის იმ მეორე მხარის მორალური დაჩაგვრა. მეტი არაფერი. იმათვის არ არის უკეთესი საქართველო ან უკეთესი ცხოვრება. კი, ამაში გეტყვი. ანუ მათი მიზანია, რომ მეორე მხარეს რაც შეიძლება მეტი გამოუნახონ და იმათი დანიშნულებით უბრალოდ იმათი დანიშნულებით აი ეს რაც საკეთებენ, ისე მთელ საზოგადოებას ეხებიან. მიხდით მთელ საზოგადოებას ერთიანად ატარებენ. ერთი ჯოხის ორი ბოლო ჩემთვის ეგენი არის. ხო, მთელ საზოგადოებას ერთიანად ატარებენ. მიხდით ამ მეორე მხარეს რადგან ის უმრავლესობა და ხვდება რომ უმრავლესობაა. ხო, ანუ ხვდებიან ახლა მეორე მხარე რომ უმრავლესობა არიან და უმრავლესობის რაღაც დონეზე ტკივილებს წარმოადგენენ. ხა მართლა უმრავლესობის ტკივილს წარმოადგენენ, როცა მაგალითად იცავ სიტყვას გამემორწმუნეა მაგალითად არ ვარ, მაგრამ არ შეიძლება ხო ღვთისმშობლის ხატის შეურაცხყოფა, ანუ არ შეიძლება. არ შეიძლება ეკლესიაში რაღაცაზე ვინცგან უნდა იყოს, სტალინი იქნება თუ ვინცგან იყოს, ეკლესიაში შედიხარ და სტალინს ხატს რაღაცას ასხავ, არ შეიძლება. ანუ მათ იციან რომ უმრავლესობის ტკივილებს წარმოადგენენ, მაგრამ მათ ამ უმრავლესობის ტკივილის წარმოადგენა იმისთვის კი არა, რომ უმრავლესობა კარგად იცხოვროს. იმისთვის უნდათ რომ ის მეორე მხარემ რაღაცა მორალური ზიანი მიიღოს და მაგით ეს მორალური ზემდგომობა მიიღონ. ჩვენი მიზანი არის რომ აი უმცირესობა, უმრავლესობა ვინც ჩუმად არის, ვისაც არც კი ცალია ამ ყველაფრისთვის, ამ ადამიანებთან ვიმუშაოთ, ამ ადამიანებთან რაღაცა საერთო პოლიტიკური ჯაჭვები გავაბად, ხაზები გქონდეს და რაღაცა ქსოვილი შევქნათ, საზოგადოებრივი ქსოვილი, რომელიც ანუ წინააღმდეგობას გაუწევს ამ ყველაფერს. იგეგმება თუ არა უახლოეს მომავალში რაიმე სხვა მსგავსი ღონისძიება და მეორე რაც ასევე აი ამ თემას შეეხება ხომ არ კონფერენციის ფორმატს ხომ არ ფიქრობთ რომ გაცდეთ და უფრო საჯარო გახდეს ეს ყველაფერი ამაზე თუ მიდის მუშაობა და რამე სიახლეები თუ არის უახლოეს მომავალში დაგეგმილი ჯერჯერობით არაფერი ისეთი არ არის რისი ასე საჯარო თქმაც შეიძლება ანუ მესმის ანუ დაგეგმილი საბოლოო სახით არაფერი არ არის. რა თქმა უნდა, ანუ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ბევრ ადამიანს მივაწვინოთ ჩვენი ხმა, ბევრი ადამიანი ჩავრთოთ ამ კონფერენცია იქნება თუ სხვანაირი საჯარო შეხვედრა იქნება ამ დიალოგში, იმიტომ რომ არ შეიძლება მარტო მცირე ჯგუფებმა ისაუბრონ ისეთ საკითხებზე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. კი, ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ მუშაობდით ამ საკითხებზე, გვინდა რომ ეს საკითხები გადაიჭრას და სამომავლო პრობლემები უკეთესად დავინახოთ, რა შეიძლება მოიყვანოს მაგალითად, თუნდაც აი ესეთ დაპირისპირებების ქონამ, როგორცაც ეხა დღეს უყურებთ საქართველოში და როგორ შეიძლება მის წინააღმდეგ კოორდინაცია. ეს არის ჩვენი მიზანი, მაგრამ კოორდინაციას პირველ რიგში სჭირდება ბირთვი და ჩვენ ბირთვმა უნდა დაიწყოს აი ამ საკითხებზე უფრო დეტალურად მუშაობა და ამიტომ ეხლა რო რამე ვთქვა, მე მგონი არ გამოვა. ძალიან კარგი გისურვებთ წარმატებებს, იმიტომ რომ ჩემი აზრით მართლაც ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს და მნიშვნელოვან პრობლემებს ეხებით და პრინციპში ეხებით კიდე აი ესე ასეთ პირში საუბარი არის რომ ვეხებით, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ეს მართლაც არის თითოეული ჩვენთაგანის ბრძოლა. და როდესაც ჩვენ ბევრ რაღაცაზე გვიჩდება ხოლმე შემდეგ პრეტენზია რომ აი ეს რატო ხდება, რატო დარბიანი, რატო უნდათ რომ მათ ჭკუაზე მოეწყოს ქვეყანა, რატო აქვს ამ უმცირესობებს და აქტიურ უმცირესობებს ამდენის პრეტენზია, ალბათ მნიშვნელოვანი არის თვითონმა ჩვენთაგანმა ეს როლი და პასუხისმგებლობა გავიაზროთ, რომ თუ ვართ უმრავლესობა და ვაცნობიერებთ მაგას, რომ ვართ უმრავლესობა და ძალა არის ჩვენსკენ, მაშინ ჩვენს უნდა ორგანიზდეთ და
რაღაც ფორმით კოორდინირებული წინააღმდეგობა უნდა გაუწიოთ ამ ყველაფერს არ არის აქ საუბარი აი იმ ტიპის წინააღმდეგობაზე ზუსტად რაზე ჩვენ საუბრობდი რომ მეორე მხარეს რაღაც მორალური გატეხვა იყოს მაინდა-მაინც მიზანი აქ არის საუბარი იმაზე რომ არ უნდა განაპიროვნებებს და პიროვნულად ვინმეს უნდა დაუპირისპიროთ ამ იდეოლოგიას უნდა დაუპირისპიროთ ჩვენი ჯანსაღი იდეოლოგია და ამას აუცილებლად ჭირდება კიდევ ერთხელ ვამბობ დაგესესხები და ბირთვი რომელიც გააკეთებს ამ ყველაფრის ორგანიზებას მიხარია რომ ამისი მოთავე ადამიანები არსებობენ გამოჩნდნენ და გარკვეული ტიპის ღონისძიებებიც უკვე ამ თემაზე დაიგეგმა ჩატარდა და მომავალშიც იგეგმება ასე რომ გისურვებთ წარმატებას და ჩვენის მხრივ და ჩვენი სტუდიის მხრიდან რა თქმა უნდა შეგვიძლია აღგითქვათ სრული საინფორმაციო მხარდაჭერა და სხვა ტიპის მხარდაჭერაც რისი რესურსიც გვექნება დიდი მადლობა ილია გადაცემაში სტუმრობისთვის დიდი მადლობა მოწვევისთვის წარმატებები მადლობთ დაგემშვიდობებით ძვირფასო მაყურებლებო იმედი მაქვს რომ საინტერესო ეთერი გამოგვივიდა და მომავალ შეხვედრამდე ჩვენ ორშაბათში ხვდებით ერთმანეთს უკვე ანალიტიკის ფორმატში მე და მერაბ ჭიქაშვილს გვექნება საინტერესო თემები გამოტანილი ასე რომ დაგველოდეთ დიდი მადლობა და ნახვამდის